უკვე ჩვენი ენერგეტიკის რუბრიკა აიღებს სტარტს და მინდა მივესალმო გიგათ ვაურს, გიგათ, მშვიდობის დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად და მოგესალმებით სანდრო. შემიძლია თამამად და ცალსახად თქვა რომ დღეს ძალიან ისევე როგორც ყველა ენერგეტიკის რუბრიკა დღეს იქნება ძალიან საინტერესო და შეიძლება ითქვას რომ ძალიან მნიშვნელოვან თემებზე, ანალიტიკურ თემებზე გვექნება საუბარი დღევანდელ გამოშვებაში. გისმენთ ყურადღებით და დავაანონსოთ ერთად ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები. მოგესალმებით სანდრო, მივესალმები მაყურებელს, გადაცემა მონეტიზაცია რა თქმა უნდა აქტიურად განაგრძობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობას და დღევანდელი ჩვენი სტუმრებიც, როგორც სტუმრები, ფიზიკური პირები და ასევე როგორც ინსტიტუცია, რომელსაც ის წარმოადგენენ, ძალიან აქტიურად ცდილობენ მწვანე ტექნოლოგიების დანერგვას და განვითარებას და განსაკუთრებით კი საგანმანათლებლო დონეზე. მოდი დავიწყოთ პროექტი მასწავლებლების გაძლიერება მწვანე მომავლისთვის, რომელიც გულისხმობს განახლება და ენერგიას და გარემოს დაცვით განათლებას საქართველოს სკოლებსა და მუნიციპალიტეტებში. 10 რეგიონში ტარდება ეს აქტივობა და უკვე მასში დარეგისტრირებულია 400-ზე მეტი მასწავლებელი. სტუმრებს წარგიდგენთ სანდრო და ჩვენთვის მაყურებელს ლევან ფანგანი, ეკონომიკური და კომერციული ოფიცერი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში და მატა გორდეზიანი, პროექტების მენეჯერი საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის და პირველ რიგში დიდი მადლობა იმ საქმიანობისთვის, რასაც აკეთებთ, იმიტომ რომ მწვანე ეკონომიკის განვითარება და განახლებადი ენერგიის წილის განვითარება არა მხოლოდ ესე ზოგადად კარგი არის საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის, არამედ არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტში ძალიან ხშირად აღნიშნავს ჩვენ ქვეყანას აქვს გაწერილი. მოდი ლევან თქვენ დავიწყოთ, ბრიტანეთის საელჩო არის ამ პროექტის მხარდამჭერი, გითხარით პროექტთან დაკავშირებით და რა არის ის ძირითადი მიზანი და შედეგი, რასაც თქვენ მოელოდეთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით. მოგეხსენებათ, ბრიტანეთი არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა განახლებადი ენერგიების მიმართულებით, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის პოლიტიკის აქტიური მხარდაჭერია მთელ მსოფლიოში. ერთი-ორი სიტყვით ვიტყვი, რატომ არის ზოგადად ბრიტანეთის განახლებადი ენერგიები მნიშვნელოვანი. მოგეხსენებათ, ბრიტანეთს აქვს ძალიან ამბიციური მიზანი, რომ 2030 წლისთვის მისი ელექტროსისტემის სრული დეკარბონიზაცია მოახდინოს და ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს. მაგრამ ზოგადად კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა და ენერგოდამოუკიდებლობა, გლობალური ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა მოითხოვს საერთაშორისო თანამშრომლობას. ამიტომ ბრიტანეთმა G20 სამიტზე დაანონსა გლობალური სუფთა ენერგიის ალიანსის ჩამოყალიბება, რომელიც გულისხმობს, რომ 2030 წლისთვის გასამაგდეს განახლებადი ენერგიების წარმოება მთელ მსოფლიოში. და ნებისმიერი ქვეყნისთვის ზოგადად განახლებადი ენერგიის მიმართულებით ინვესტიცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ცხადია, ეს ამცირებს განვითარებულ ქვეყნებში დამოკიდებულებას ძვირადღირებულ და არასტაბილურ ენერგობაზრებზე და შესაბამისად ეს ეკონომიკას, ეხმარება სამუშაო ადგილების შექმნას და ასე შემდეგ. სწორედ ეს არის ამოსავალი წერტილი, რატომაც ბრიტანეთს ზოგადად დაინტერესებს განახლებადი ენერგიები, ამ მიმართულებით ეხმარება სხვადასხვა ქვეყანას, მაგრამ რაც შეეხება ცნობიერების ამაღლება, არის ერთ-ერთი კრიტიკული მომენტი და მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, რაც ზოგადად ეხმარება ენერგოდამოუკიდებლობას. ბრიტანეთი უკვე 10 წლებია საქართველოში საგანმანათლებლო პროგრამასა ის მხარდამჭერია, ეხმარება ამ მიმართულებით და ეს პროექტი, რომელიც გულისხმობს 10 რეგიონში მასწავლებლების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ცნობიერების ამაღლებას განახლებადი ენერგიებზე, გარემოს დაცვაზე, იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ხელი შეუწყოთ ამ მსგავსი განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებას ქვეყანაში და ალბათ მატა უფრო ცლად ისაუბრობს პროექტის შესახებ. მადლობა დიდი ბატონ ლევან, მატასთან გადმოვალ, მატა რა კონკრეტულ აქტივობებს მოიცავს პროექტი და ზოგადად საქართველოს ენერგეტიკის რა გამოწვევებს პასუხობს აღნიშნული აქტივობები. კი ბატონო, მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. ჩვენი პროექტი, როგორც აღნიშნეთ, არის საგანმანათლებლო სახის და ვგეგმავთ, რომ ამ შემთხვევაში ცნობიერების ამაღლება მოხდეს მასწავლებლებში. 10 რეგიონში ვაპირებთ საქართველოში რომ ჩავატაროთ ესეთი ტიპის შეხვედრები, ეს არის კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, აჭარა, გურია, სვანეთი, რაჭა, ლეჩხუმი, ფაქტობრივად ვცდილობთ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ეს შეხვედრები ჩავატაროთ. სემინარები ჩატარდება 4 თემატიკაზე, ეს არის განახლებადი ენერგია, განახლებადი ენერგიის მნიშვნელობა, რითი განსხვავდება ზოგადად განახლებადი ენერგია არა განახლებადი
განახლებადისგან, რატომ არის უპირატესი, რა ტიპები არსებობს განახლებადი ენერგიის, ამ ყველაფერს მოვუყვებით და ასევე გვინდა რომ აუცილებლად ვისაუბროთ რა როლი აქვს განახლებადი ენერგიას გარემოს დაცვაში. იმიტომ რომ ზოგადად საქართველოში ხშირ შემთხვევაში არასწორი დამოკიდებულება აქვს ხოლმე გარემოს დაცვის საკითხებთან მიმართებაში განახლებად ენერგიაზე და რეალურად განახლებადი ენერგია არის ქვაკუთხედი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ კლიმატის ცვლილება შევამციროთ და გლობალურ დათბობას რაღაცა ასე რომ ვთქვათ, ეს პროცესები შევანელოთ. შესაბამისად, გვინდა რომ ამაზე აუცილებლად გავამახვილოთ ყურადღება ჩვენი შეხვედრების ფარგლებში, ასევე აუცილებლად გვინდა რომ ვილაპარაკოთ საქართველოს ენერგეტიკაზეც, რადგან აქ ვართ, საქართველოში ვართ. ვისაუბრებთ დღევანდელ მდგომარეობაზე, რა გამოწვევები აქვს საქართველოს ენერგოსექტორს და რა შესაძლებლობები გვაქვს, რა პოტენციალი გვაქვს იმისთვის, რომ ეს გამოწვევები აღმოვხრათ ერთი მხრივ და მეორე მხრივ განახლებადი ენერგიის საშუალებით განმოვითაროთ ჩვენი ქვეყანა, იმიტომ რომ საქართველოს რეალურად ამის ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს. ციფრები კი გავაჟღერეთ და საკმაოდ მასშტაბური და ინკლუზიურია, თუმცა მინდა რომ შეკითხვა დაგისვათ ცოტა სხვანაირად. როგორია დაინტერესება და როგორია რეგიონებში როგორ თქვა ეს სიტყვა მიმღებლობა ამ ყველაფრის რამდენად აინტერესებთ მათ და როგორია მზაობა მათი კი როგორც უკვე აღნიშნეთ 400-მდე მასწავლებელი არის უკვე რეგისტრირებული ჩვენ შეხვედრებზე რაც ნიშნავს რომ საკმაოდ მაღალი მომართვიანობა აქვს უკვე ან დაინტერესება საკმაოდ დიდი გამოიწვია ჩვენმა პროექტმა რის მელოდინიც რეალურად სიმართლე რო გითხრათ გულწრფელად გვქონდა ნამდვილად რომ მასწავლებლებში ეს დაინტერესება იქნებოდა ჩვენ 2 წლის წინ გავაკეთეთ მსგავსი ტიპის პროექტი USAID-ის მხარდაჭერით ოღონდ მოსწავლეებთან გვქონდა შეხვედრები და იქ ძალიან ბევრმა მასწავლებელმა გამოთქვა სული რომ ჩვენთვისაც გააკეთეთ თუ შეიძლება ესეთი სახის პროგრამა რაც გამოწვეული არის იმით რომ რეალურად ეს არგი არის ძალიან ახალი საქართველოსთვის მithumetet საკმაოდ ახალი დარგი არის და საგანმანათლებლო პროგრამაში განახლებად ენერგიაზე და გარემოს საკითხებზე საკმარისი რაოდენობით ინფორმაცია არ არის მოცემული. ქართულ ენაზე საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიძიება ინტერნეტ სივრცეებში, ასე რომ ვთქვათ, აქედან მაინც მიიღონ მასწავლებლებმა ინფორმაცია, შესაბამისად საჭიროება ასეთი შეხვედრების ძალიან მაღალი იყო და მოთხოვნაც ვიცოდით, რომ იქნებოდა შესაბამისად მზაობა ძალიან დიდი არის და ძალიან გვახარებს ეს ფაქტი. ლევან, აუცილებლად უნდა გკითხოთ ბრიტანეთის საელჩოს სხვა პროექტებზე, იმიტომ რომ როგორც აღნიშნეთ, ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი პრიორიტეტია მწვანე ენერგიის და მდგრადი განვითარების მიზნების გარშემო პროექტების მხარდაჭერა. სხვა პროექტები თუ არის გეგმაში და რა არის თქვენი მოკლევადიანი მიზანი საქართველოში და რა მოლოდინები გაქვთ ზოგადად? მადლობა საინტერესო შეკითხვისთვის. როგორც აღნიშნე უკვე 10 წელია საგანმანათლებლო მიმართულებით ბრიტანეთის საელჩო აქტიურად ეხმარება საქართველოს სხვადასხვა პროგრამას. შეიძლება იყოს სამაგისტრო პროგრამები, სადაც ძალიან ბევრი ქართველი ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას. სწავლის შესაძლებლობას. რაც შეეხება პროგრამებს ზოგადად ვიტყვი რომ განახლებადი ენერგიის მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ საქართველოს ენერგოსექტორთან აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია ბრიტანელ ასე ვთქვათ სტეიკჰოლდერებთან გვაქვს ხშირი ვიზიტები მინდა აღვნიშნო რომ შარშან მაგალითად უკვე 2 ვიზიტი გავმართეთ სადაც ქართული კომპანიები, ენერგოკომპანიები, სახელმწიფო კომპანიები და ამავე დროს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ესწრებოდნენ შეხვედრებს სხვადასხვა კონფერენციებს, როგორც ლონდონში, ასევე გლაზგოში და ვაპირებთ, რომ ამ მიმართულებით ენერგეტიკის მიმართულებით აქტიურად გავაგრძელოთ. რაც შეეხება სხვა პროგრამებს, სწორედ ეხლა მიმდინარეობს დაგეგმა შემდეგი რამოდენიმე წლის და იმედი მაქვს, რომ საინტერესო პროგრამა შეიძლება იქნას შემოთავაზებული ქვეყნისთვის, რაც ერთის მხრივ შეუწყობს საქართველოს და ბრიტანეთს შორის ეკონომიკურ და კომერციული ურთიერთობების გაუმჯობესებას, გამყარებას, სწორედ ეს არის რა მიმართულებითაც ძირითადად მუშაობთ. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ასეც აკეთებთ და ასევე მე მგონი მეტი დოზით გაშუქება ამ ყველაფერს ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ბრიტანეთის საელჩოს კონტრიბუცია საქართველოს ძალიან მაღალია. უბრალოდ რაც მეც ვილაპარაკებთ ამასთან დაკავშირებით, მით უფრო უკეთესი იქნება მე მგონი ყველასთვის. ბატა აუცილებლად უნდა გკითხო ადგილობრივ ხელისუფლებაზე, რამდენად მნიშვნელოვანი არის მუნიციპალიტეტების ჩართულობა მსგავსი აქტივობების დროს.
ჩვენი პროექტის მეორე ნაწილი, თქვათ ეს, რაზეც ვისაუბრეთ, ერთი ნაწილი არის და მეორე ნაწილი არის ის, რომ სწორედ ადგილობრივ ხელისუფლებებთან ჩავატაროთ შეხვედრები და მერიებთან ჩავატაროთ შეხვედრები, ოღონდ ეს არ იქნება საგანმანათლებლო ტიპის შეხვედრა. ეს იქნება შეხვედრა იმისთვის, რომ ჩვენ მოვახდინოთ იმ გამოწვევების იდენტიფიცირება, რომლებსაც ადგილობრივი მმართველობები ხვდებიან სხვადასხვა ენერგეტიკული პროექტების განვითარების პროცესში. იქნება ეს საკანონმდებლო ტიპის გამოწვევა, იქნება ეს რაღაცა ბიუროკრატიული სახის სირთულე, რომელსაც ისინი ხვდებიან თუ რაღაც სხვა კომუნიკაცია სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, ყველა ტიპის გამოწვევა, რაც მათ აქვთ, ჩვენ გვინდა რომ შევისწავლოთ და გვინდა ასევე რომ მოვიცმინოთ მათგან რეკომენდაციები, რა შეიძლება რომ გაუმჯობესდეს, რომ ეს პროცესი რეალურად დაჩქარდეს, იმიტომ რომ რეალურად ადგილობრივ დონეზე ძალიან ბევრი გადაწყვეტილების მიღება ხდება, ძალიან ბევრი პროცესი ტარდება ადგილობრივ დონეზე და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება ეფექტურად და სწრაფად განვითარდეს, იმიტომ რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ძალიან ბევრი ვალდებულება გვაქვს აღებული, რაც ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს ახლო წლებში ასაშენებელი და განსავითარებელი და საბოლოო ჯამში ადგილობრივი ხელისუფლებების ჩართულობა ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება გადამწყვეტი როლის მქონეც კი. საბოლოო ჯამში ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი შეხვედრები შეგვიწყობს ხელს, რომ რაღაცა პროცესები, რიგი პროცესები დავაჩქაროთ და კარგი გარკვეულწილად თქვენი აქტივობები გადმოვიტანოთ აქ სტუდიაშიც და ორი სიტყვით აუხსნათ შინაარსობრივად, რასაც ფაქტობრივად ეს პროექტი მოიცავს მასშტაბებისთვის ჩვენ მაყურებელს. მაგრამ რატომ უნდა გადავიდეს ქვეყანა განახლებად ენერგოწყაროებზე, რატომ არის წიაღისეული საწვავი ცუდი და განახლებადი კარგი, იქნება აუხსნათ ჩვენს მაყურებელს. ძალიან მარტივად რომ ავხსნათ წიაღისეული საწვავისთვის დროს ჩვენ ვახდენთ ჰაერში ძალიან დიდი რაოდენობით ემისიას, ანუ ვაბინძურებთ ჰაერს. დაბინძურებული ჰაერი გვაძლევს კლიმატის ცვლილება, კლიმატის ცვლილება გვაძლევს გლობალურ დათბობას. ესეთი ძალიან მარტივი ციკლი არის, რაც რეალურად ძალიან დიდი საფრთხის წინაშე აყენებს არ მარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს. საქართველოშიც უკვე ბევრი აბშნევს ხოლმე, რომ კლიმატი უკვე შეცვლილია, აი რომ ამბობთ ხოლმე, რომ თბილისში ადრე როგორ თოვდა ხოლმე და ეხლა რო არ თოვს. ეს არის ზუსტად კლიმატის ცვლილების და გლობალური დათბობის ნაწილი. ამის პასუხი არის ერთადერთი განახლებადი ენერგია. განახლებადი ენერგია არის მწვანე ენერგია და საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, ყველაზე დიდი პოტენციალი გვაქვს ჰიდრო, შემდეგ ქარი და მზე და ამ პოტენციალის ათვისების საშუალებით ჩვენ არ მხოლოდ მწვანე ენერგიის გამომუშავებას შევძლებთ, არამედ შევძლებთ, რომ იმპორტი აღმოვხრათ და პირიქით გავიტანოთ ექსპორტზე ელექტროენერგია, მწვანე ელექტროენერგია, რომელზეც მოთხოვნა არის ძალიან მაღალი და რეალურად ელექტროენერგიის ექსპორტი ჩვენ მოგცემს საშუალებას, რომ ძირითადი საექსპორტო საქონლად გავხადოთ ელექტროენერგია, რაც საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობისთვის იქნება ძალიან სასარგებლო, მოგცემს ენერგოუსაფრთხოებას, ენერგოდამოუკიდებლობას, ასე რომ ვთქვათ, ნეგატიურ მხარეს მე ვერაფერს ვერ ვხედავ განახლებადი ენერგიის განვითარებაში, ძალიან ბევრ შესაძლებლობას მოგცემს განახლებადი ენერგიის განვითარება საქართველოს. ძალიან დიდი მადლობა მაკა ლევან გამომწურავ. მოდი მე მინდა ახლა დავსვა კითხვა. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ძალიან საინტერესოდ წაიყვანე გიგა და ძალიან საინტერესოდ მიყავს საერთოდ ეს რუბრიკა. ამაზე მე ძალიან ვისაუბრებ, რა თქმა უნდა. მე მექნება ის კითხვა ბატონ ლევანს. ეხლა ვინ არის ინდუსტრიული რევოლუციის ავტორი, სად დაიწყო ინდუსტრიული რევოლუციის აკვანი კი ვიცით ეს ყველაფერი დიდი ბრიტანეთში, ხო? შესაბამისად დიდი ბრიტანეთის გამოცდილების გაზიარება ზოგადად, ხო? იგივე ცირკულარული ეკონომიკის კუთხით, მწვანე ენერგიის კუთხით და ასე შემდეგ, ან ნამდვილად საგულისხმო არის, ეხლა ვინ და დიდი სიამოვნებით მივიღებდი დიდი ბრიტანეთის მთავრობისგან ნებისმიერ რჩევას. მე მინდა ეგეთ კითხვა დააგისვათ. ჩვენ სხვათა შორის ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორიც ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია, ხო? ეხლა როდესაც ვსაუბრობთ ნულოვან ემისიებზე, როდესაც ვსაუბრობთ მწვანე ენერგიაზე და ასე შემდეგ, აქ ეკოსისტემა უნდა წამოყვეს. დიდ ბრიტანეთს მათ შორის, ხო, საუკუნე ნახევრიანი გამოცდილება აქვს. ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში დავიწყეთ ზოგადად მწვანე განახლებადი ენერგიაზე, რისაიკლინგზე საუბარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მუნიციპალიტეტები არის დღეს თავარი პრობლემა. ეხლა მათამ აღნიშნა აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ თოვლი მარტო თბილისში აღარ მოდის. ლამის იყო ოლიმპიადა ჩაგვივარდა გუდაურში და ბაკურიაში, ხო? იქაც ანალოგიური პრობლემაა და მეტნაკლებად ამ პრობლემას მეორე ქვეყანა ებრძვის. მაგრამ რა არის ამის გამომწვევი ძირითადი მიზეზი, ხო? აბსოლუტურად უკონტროლო და აბსოლუტურად ამ შემთხვევაში არაფორმალიზებული შავი ბაზარი და ბევრი სხვა მიმართულება, ხო? ეხლა მაგალითად ეხლა საბურავი რო იწვება და ზეთი რო იწვება, ეხლა იმას ჭირდება შესაბამისი მონიტორინგი და მისი ევროპული, თუნდაც იგივე ბრიტანული სტანდარტით უნდა მოხდეს მისი რისაიკლინგი. შესაბამისად მე მაინტერესებს ცირკულარული და ამავდროულად განახლებადი ენერგიის მიმართულებით, აი
რეკომენდაციების ძირითადი ველი ერთი რას უწევთ ხელისუფლებას და მეორე მუნიციპალიტეტები. ხო ეხლა რაღაც არ მინდა რომ ჯოხი მარტო მუნიციპალიტეტების ბოსტანში გადავაგდო, იმიტომ რომ დედაქალაქში წოდავთ ბევრი მიმართულებას და ბევრ სხვილ ქალაქშიც. შესაბამისად, ნუ ეხლა იმიტომ საუბრობ ამაზე, რომ გვინდა რომ რეალურად გავითვალისწინოთ რაც შეიძლება მეტი დასავლური ნორმატივი, ხო? აქედან გამომდინარე, მე მაინტერესებს პირველი რეკომენდაციების ველი და მეორე პრობლემები. რა პრობლემებს ხვდებით დღესდღეობით და აქვე ვისარგებლებ და აუყვები გიგას აუცილებლად და მადლობას გეტყვით აი ამ ცნობიერების კამპანიისთვის, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უნდა დაიწყოს ბაღიდან, არა სკოლიდან და არა უნივერსიტეტიდან, არამედ ბაღიდან უნდა დაიწყოს, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ გავიზარდოთ ასხვის გემრიელი მოქალაქეები. ისმით. ძალიან საინტერესო კითხვა და მით უმეტეს ბრიტანული გამოცდილება ამ კუთხით, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, ბრიტანეთი არის ერთ-ერთი დიდი ეკონომიკა, რომელმაც მოახდინა მისი ემისიების შემცირება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტემპით და მისი მიზანიც COP29-ზე, რომელიც გაჟღერდა არის 91% შემცირება იმ ნიშნულზე, რომელზეც არის საუბარი, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ისეთი დიდი ეკონომიკის, როგორც გაერთიანებული სამეფო. ბრიტანეთი ამ მიმართულებით, როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის საკუთარ მცხადია გაერთიანებულ სამეფოში, ასევე სხვა ქვეყნებისთვის ბევრ საინტერესო გამოცდილებას თავს. ეს შეიძლება იყოს თუნდაც ნარჩენებიდან ელექტროენერგიის წარმოება, რომელიც რო ახსენე ვიზიტი, რომელიც შარშან შედგა სწორედ ერთ-ერთ გლაზგოს ერთ-ერთ რეგიონში ის ნარჩენების ის კრიტიკული მასა, რომელიც იქნა წარმოქმნილი, აგენერებს საკმაოდ დიდ, დაახლოებით 200,000 ოჯახს აწვის ელექტროენერგიას. ეს არის ის პატარ-პატარა პროექტები, რომელიც საშუალებას აძლევს ისეთ ქვეყანას, როგორც საქართველოა, რეალურად გადმოიტანოს. ბატონებად, თქვენ ნებართვით, ანუ ჩვენ გვაქვს დღეს ორი გამოწვევა. საქართველოში. ეს პირველი არის შავი ბაზარი, რომელიც ახსენე საბოლოო ჯამში, რომელიც ბევრი მანკიერების წარმომქმნელია და მეორე შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ ქონა. სამწუხაროდ ქვეყანაში. ჩვენ მადლობა ღმერთსა, ხშირად მოდიან ხოლმე ევროპული ინსტიტუციები ჩვენთან და თუნდაც იგივე თავის დროზე USAID, ცალკე ევროკავშირი და მათ რეკომენდაციებს ჩვენ ძალიან ისე აქტიურად ვითვალისწინებთ ხოლმე ცალკეული მიმართულებებით და მთავარი გამოსავალიც არის ის, რომ მოხდეს ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის ფორმირება. ქარხანაზე მაქვს საუბარი ელემენტარულად, რომელიც მე ენერგიის წყაროებს გამოიმუშავებს, იქ რისაიკლინგს გააკეთებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი, ქარხნის გაკეთება და ბრიტანული პრაქტიკა მაინტერესებს. აი, ბრიტანული პრაქტიკა ქარხნული ინფრასტრუქტურის ნაწილში რას გვარნახობს და აი, ჩვენ რა გზა გვაქვს გასავლელი ამ კუთხით. სიმართლე გითხრათ, როდესაც აი ამ მსგავს პროექტებს საუბრობთ, შემთხვევაში წარმოადგენს არის, რომ ეს არის ძალიან დიდი ინვესტიციას მოიცავს და რეალურად, როდესაც აი ამ კონკრეტულ ქარხანას ვიწეს გლაზგოში, მივხვდით, რომ ეს არ არის ის 2 მილიონია feasibility. მარტივად. ეს არ არის დიდი თანხა. დიდი თანხა არ არის, თუმცა ჯამურად ასე თქვა 150 მილიონი, რომელიც არაფერი არ არის მსგავსი დონის პროექტისთვის, რაც რეალურად საკმარისი ნარჩენები არის ქვეყანაში, ასე შემდეგ, როგორც რეალურად აი ესეთი მსგავსი პრაქტიკა, რომელიც ქვეყნებმა უკვე ათეულობით წლის წინ დანერგეს, ძალიან დიდი გამოცდილების მომცემი იქნება, იმიტომ რომ შეცდომები, რომელიც მათ დაუშვეს, აღნიშნულ საშუალებას გვაძლევს, რომ მათ შეცდომებზე ვისწავლოთ და ჩვენ უკვე შეგვარებით ნაკლებ შეცდომებით წარვადგინოთ. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ჩვენთვის რა ბრიტანეთის საელჩო მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობების დამყარებას ორ ქვეყანას შორის და ამ მიმართულებით შეიძლება იყოს რაღაც რეკომენდაცია, რომელიც ეხლა აქტიურად მუშაობს და ჩვენს რა არის ამავდროულად მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ეხლა გრედასთან რომელსაც უჭერთ ხარს, სწორედ იმ ტექნიკურ ცოდნას მოიცავს და გრედას აქვს ის ადამიანური კაპიტალი და ტექნიკური ცოდნა, რომელიც აი მსგავსი ბრიტანული გამოცდილების და არა მხოლოდ ბრიტანულის, იმიტომ რომ აქ იქნება ძალიან ბევრი სხვა გამოცდილების გაზიარების საშუალებას მისცემს. სწორედ აი მსგავსი პროექტები და სხვა პროექტები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ხელშეუწყობთ აი ამ ასე ვთქვათ, ცოდნის გაზიარებას და ურთიერთსასარგებლო საინტერესო ინიციატივების ჩამოყალიბებას. ამავე დროს ეს შეიძლება იყოს მხარდაჭერა ინიციატივები, სხვადასხვა ინიციატივები, ეს შეიძლება იყოს ინვესტიციები და ასე შემდეგ, რამაც შეიძლება სწორედ ბრიტანული გამოცდილების საქართველოში გადმოტანას შეუწყოს ხელი. ძალიან საინტერესო და ძალიან შთამბეჭდავი არის. მე მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ბრიტანეთის მთავრობას ზოგადად აი კოლოსალური კონტრიბუციისთვის, გნებავთ იდეურად და გნებავთ სხვადასხვა პროგრამებში ჩართულობის ჭრილში, რასაც ახორციელებს საქართველოში. მადლობა თქვენ. ასე ჩემი კომენტარით სანდრო მაგას ემსახურებოდა, რომ რაც შეიძლება დიდი დოზით უნდა გაშუქდეს, რომ ნახოთ თუ რას ახორციელებენ ჩვენი მეგობრები ჩვენთვის. ეს არის პირდაპირ ჩვენი ქვეყნის ინტერესი და პირდაპირ გადის იმ შედეგზე, რაც გვიწერია არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტში.
შესაბამისად ჩემი როგორც მედიის წარმომადგენლის პოზიცია ის არის, რომ მაქსიმალურად პირობას გაძლევთ, რომ მსგავს აქტივობებს გავაშუქებთ და მივიტანთ რიგით სწორია, გიგა, მადლობა ამ რემარკისთვის, აბსოლუტურად მადლობა ბატონ ლევან, საინტერესო საუბრისთვის. მადლობა გრედას, სხვათა შორის, რომელიც ძალიან კარგი ტრაექტორიის მიმცემი გახდა, ძალგეული მიმართულებით და მადლობა ამ საინფორმაციო კამპანიისთვის და ძალიან საინტერესო საუბრისთვის, მატა. მადლობა კიდევ ჩვენს ფანტასტიკურ წამყვანს, გიგას, საინტერესო რუბრიკის ორგანიზებისთვის. მეგობრებო, მომავალ შეხვედრამდე გეშտობებით, წარმატებულ დღეს გისურვებთ.